ჩვენ გიასთან ერთად საუბრობთ რომ შემოვიდით რომ ეს ვიღაცა შეიძლება გონია რომ ეს უბრალოდ სასტუმროს დაკეტვა არის და რაღაცა ხო რა მოხდა დაიკეტება გაიღება რა შეიძლება იფიქროს ვიღაცა მაგრამ აქ არის მიმული ძალიან ბევრი რამ ხო ერთ-ერთი უნდა ვთქვა რომ ყველას მათ შორის მეც და უმეტეს ნაწილს ასეთი ობიექტები გაკეთებული გვაქვს საბანკო სესხებით იმიტომ რომ ამის საშუალებები ასე ვთქვა ფიზიკურად არ გვაქვს არც მე და დარწმუნებულია გიასთაც აქვს საბანკო სესხი რითაც ასე ვთქვათ ჩვენ შევძელეთ რომ ეს გავაკეთებინა ხო და მე მაგალითად იგივე ბანკს მივმართე რომ უბრალოდ შევაჩერე ჩემი გადახდები ფიზიკურად წარმოუდგენელია იმიტომ რომ ბოლო 2 თვეა ფაქტობრივად ერთი სტუმარი არ ყოლია აი ყველაფერს თავი დავანებოთ იმ ქალაქს სადაც მე სასტუმრო მაქვს 15 ადამიანი მყავდა და სადაც დასაქმებული რომლებიც უბრალოდ სახლში გაუშვით და ეს იყო მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი შემოსავალი გარდა მაგისა ძალიან სერიოზულ თანხავს ხარჯავთ იგივე მაგალითად იქ ადგილზე პროდუქტების შეძენაში მოსახლეობისგან ძის პროდუქტები ბოსტნეული და შემდეგ რასაც ესეც ბუნებრივია გაჩერებული ანუ ეს რაღაც ჯაჭურია ეს ყველაფერი ანუ ერთი მეორეს ებმის ეს საკითხები ხო ამიტომ ბუნებრივად ხოლოდ ეს დაკეტვა ეს ერთ ჩემ მაგალითზე გეუბნებით რაც გეუბნებით გიყვებით რაც არ არის ახლა ისეთი როგორც დიდი კომპანიებია ვისაც ბევრი თანამშრომელი ყავს და დიდი შემოსავლები აქვს ხო მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი ხო მაინც ამ ბიზნესის შემადგენელი ნაწილია ხო პატარაც საშუალოც და დიდიც ხო და ყველას ეს რაღაც გარკვეული პრობლემები ექმნება აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ რომ საბოლოო ჯამში ბანკებსაც სერიოზული პრობლემები შეექმნებათ რაღაც პერიოდის განმავლობაში იმიტომ რომ ფიზიკურად გადამხდელიც აღარავინ იქნება ბიზნესთან იმ სესხებისა რომელსაც ისინი ემსახურებიან ხო ახლა არის ისეთი მაგალითად კახეთში სასტუმროები რომელსაც მაგალითად ღვინის წარმოებაც აქვს თავისი და ისინი მეტნაკლებად კიდე ახერხებენ რომ მაგალითად რაღაცნაირ ბალანსი შეინარჩუნონ რომ თქვა სასტუმროს მიაშველონ ასე თქვა ის თანხები რომელიც ღვინის ექსპორტიდან შემოდის ამ შემდეგ მაგრამ ჩვენ ის სასტუმრო რომელიც არ გავაჩნია ღვინის ბიზნესი ფაქტობრივად თქვა განადგურების პირას ვართ რა ეხლა მე პირადად ძალიან მეინანება ჩემი წინაპრების მიწაზე და სადაც ისინი ცხოვრობდნენ მრავალი წლის განმავლობაში ჩემი პაპა და ბებო მათ ადგილზე გავაკეთე ეს პატარა მარანი და რაღაც ეგეთი კულტურული ცენტრიც არის შეიძლება ასე ითქვას ეს მხოლოდ ბიზნესი არ არის ძალიან მეინანება რომ შეიძლება მე ისა რა ქვია უბრალოდ ვეღარაფერი გააკეთო და გაყიდვა მოგიწიოს ხო და წარმომიდგენია რომ შესაძლებელია შემდეგ ვიღაცა მე კი ამას არ ვიცი მაგრამ სხვაები წqidიან ხო შეიძლება მე რაღაც რუსები მოვიდნენ და გითხრათ რომ აი უბრალოდ ჩვენ ვიყიდით ამ ყველაფერს რა ამიტომ ქართველი მყიდველიც უბრალოდ აღარავინ აღარ იქნება ხო ნუ ბუნებრივიცა და ჩვენ ხედავთ რომ აი ძალიან მსხვილი კომპანიები სასტუმროები რესტორატორები ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ღიად საუბრობენ ეს დიდი კომპანიები ხო დიდი კომპანიები რომლებიც ღიად საუბრობენ სასტუმროებზე და რესტორნებზე არიან დამოკიდებული ხო მაგათ სასმელები მაგათად კვების კომპანიები ხო ანუ როდესაც შენ უკვე 2 თვეა მაგათი სასმელების კომპანიას უბრალოდ შეკვეთას აღარ აძლევ ხო მარტო მე კი არა თქვა კიდე ბევრი სხვა ხო ეს კიდე გეუბნებით ეს ერთმანეთში გადადის ეს ყველაფერი და ყველას პრობლემა ექნება